საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემა არის გრიგოლ ორბელიანის ულამაზესი ლექსი საღამო გამოსალმებისა, რომელშიც პოეტი აღწერს დაისის მშვენიერ სურათს და ამ მშვენიერი სურათის ფონზე აგვიწერს როგორ ემშვიდობება თავის სატრფოს. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტკივილით გაჟღენთილი ლექსი, მაგრამ იმავე დროს სიხარულის მომტანიც და სიხარულის აღუძვრელიც, რადგან სიყვარულით არის გაჟღენთილი ლექსი და სიყვარული კი არის ის დიდი ძალა, რომელიც ადამიანს მეცხრეცაზე აიტაცებს და ბედნიერებას განაცდევინებს. ეს ლექსი გრიგოლ ორბელიანმა მიუძღვნა ნინო ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ჭავჭავაძის უმშვენიერეს ასულს. როგორც გახსოვთ, ალექსანდრე ჭავჭავაძეს ნინოს გარდა კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავდა, ეკატერინე და სოფიო. სოფიო შედარებით უმცროსი იყო, ხოლო ეკატერინე და ნინო იყვნენ მაშინდელი საზოგადოების სატრფიალო საგანნი. ახალგაზრდა მაწვრილები მათი ტრფიალებით ახსილნი უძღვნიდნენ მათ ლექსებს. ისინი გამოირჩეოდნენ თავიანთი არა მხოლოდ გარეგნული მშვენიერებით, არამედ უპირველესად სულიერი მშვენიერებით. ეკატერინე ჭავჭავაძეს ეტრფოდა, მინდა შეგახსენოთ, ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელმაც არაერთი ლექსი მიუძღვნა მას და სწორედ მასზე ფიქრმა მას დააწერინა ისეთი სტრიქონები, როგორებიცაა მაგალითად რომ სიყვარული არის უკვდავი გრძნობა და მისი გამოთქმა მოკვდავ ენას არ შეუძლია. ან კიდევ, როდესაც ბარათაშვილი ეტრფის ეკატერინე ჭავჭავაძეს, მის სილამაზეს და ცდილობს რომ გადმოსცეს თავისი დიდი სიყვარული, ის გრძნობს, რომ სიტყვა უძლური არის და წერს, ნუ თუ ამ გრძნობის წადილსაც ქვა სიყვარულის სხვათაებ, ნუ თუ რასაც განვიცდი, ეს გრძნობა ჩვეულებრივი სიყვარულია და შეიძლება ის ჩვეულებრივ სიტყვებში მოვაქციო. როგორც ვიცით, გრიგოლ ორბელიანი ნინო ჭავჭავაძის ერთგული დარჩა, ასე ვთქვათ, ბოლომდე ერთგული მოტრფიალე. თუმცა ნინო ჭავჭავაძე სრულიად ახალგაზრდა გაჰყვა რუს პოეტს ალექსანდრე გრიბოედოს. სამწუხაროდ ნინო ჭავჭავაძე ახალგაზრდა დაქვრივდა და თავისი ბედი აღარავისთვის აღარ დაუკავშირებია, მაგრამ პოეზიაში ის მუდმივად დარჩა როგორც მუზა პოეტებისა. გაივლის ხანი და გიორგი ლეონიძეც ასეთივე ახტაცებით უძღვნის მას ლექსებს და კასეთის შთამბეჭდავი სტრიქონებია ნინო ჭავჭავაძეს უწოდებს სილამაზის ნაზგრიგალს და ის წერს, რომ შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად, მკერდზე ვარდსაც რომ ძლივს იკარებდიო. აქ კი ამ ლექსში გრიგოლ ორბელიანი გადმოგცემს თავის სატრფოსთან განშორებას. წაგიკითხავთ ლექსს და თან გავაანალიზოთ. მზე ჩაესვენა მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა, თავსა ეხვევა ალერსით ვით ქალი მამას მოხუცსა. ბუმბერას მთანი დუმარედ ცათამდის აყუდებულნი, სხედან ვით დევნი სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი. მზეზე ამბობს არა უბრალოდ ჩავიდაო პოეტი, არამედ მზე ჩაესვენა. თითქოს მზის დიდებულებას უსვამს ამით ხას. გამოსალმება ნიშნავს გამომშვიდობებისას და ჩვენ წინ გადაიშლება ფერწერული ხატი. თითქოს ნახატს ვათვალიერებთ, ისეთი ლამაზი არის ეს სურათი, როგორ ეთხოვებიან მზის სხივები კავკასიონის მთებს და ეს რომ ნათლად და შთამბეჭდავად წარმოგვიდგინოს, პოეტი იყენებს ასეთ შედარებას. აი როგორც ახალგაზრდა ქალი გამოემშვიდობება მოხუც მამას დიდი სიყვარულით, დიდი სითბოთი და სიტკბოთი, სწორედ ასე ალერსით ეხვევიან მზის სხივები კავკასიონის მთებს. მთები კი წარმოჩენილია ეპითეტით როგორც ბუმბერაზი, მხოლოდ ეს სიტყვა თუ გამოხატავს მათ სიდიდესა და დიდებულებას. ისინი არიან ცათამდე აყუდებულნი და დევებივით სხედან. დევები ზღაპრის პერსონაჟები არიან, გამორჩეულნი სიძლიერით, სიდიდით და სწორედ იმისთვის, რომ წარმოგვიჩინოს როგორი არიან მთები, მიმართავს სწორედ აი ამ დევებთან შედარებას, რომ ისინი დევებივით სხედან. ამავე დროს მთები არიან ყინულის გვირგვინით შემკულნი. ეს რა თქმა უნდა არის მეტაფორა. კავკასიონის მთებზე მუდმივად დევს
ყინული, რომელიც არდნება და მას სილამაზეს ანიჭებს ამ თებს და პოეტი წარმოიდგენს, რომ ეს უბრალოდ ყინული კი არ არის, არამედ არის გვირგვინი მათ თავზე დადგმული და თან ეს გვირგვინი და ეს ყინული არის სპეტაკი. სპეტაკი ნიშნავს ესე იგი შეურყვნელი, დაულაქავი და წმინდა. მთების ხატები, მთების სახება, ხატება განსაკუთრებით კარგად წარმოჩნდა ვაჟა-ფშაველას პოეზიაში. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში მთები თითქოს მონაწილეობენ ქვეყნის ცხოვრებაში. ისინი განიცდიან ყოველივეს, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაინც ასეთი ეს სტრიქონებია. ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი. ძალიან ბევრი მთა გვინახავს დახატული პოეზიაში, მაგრამ ეს მთა არის გამორჩეული და შეუდარებელი. მთები ვაჟა-ფშაველასი, რომლებიც სუნთქავენ, რომლებიც ფიქრობენ და სწორედაც ამ ფიქრის გამო არიან კაცები, ესე იგი კაცური ღირსებით შემკობილნი. შემდეგ ამ პეიზაჟის შემდეგ, დაისის პეიზაჟის შემდეგ გრიგოლ ორბელიანის მზერა თითქოს ზემოდან ოდნავ ქვემოთ ჩამოინაცვლეს, მთის მწვერვალებიდან მთის ფერდობისაკენ. მათ კლდოვან გვერდთა შავა და ღრუბელნი ზედ დასწოლიან. აი შავი ღრუბლები, რომლებიც დაწოლილნი არიან მთების გვერდებზე, თითქოს რაღაცა მოლოდინით აღვახსებს, ოღონდ ცუდის მოლოდინით. საერთოდ პეიზაჟს მწერლები სხვადასხვა ფუნქციით იყენებენ პოეზიაში, მწერლობაში. პეიზაჟი უპირველეს ყოვლისა შეიძლება იყოს ლამაზი ნახატი, ლამაზი სურათი, რომელიც გვატკბობს, გვამშვიდებს შეიძლება, მაგრამ შეიძლება პეიზაჟს ჰქონდეს გარკვეული ფუნქცია, ვთქვათ წინასწარმეტყველებისა, როგორც აქ არის. მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილი ბედი ქართლისაში, როდესაც აღწერს, რომ ზეა მოვიდა, მაგრამ ნათობმა შუქისა ნაცვლად ბნელი მოფირა თბილისის არესო. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს და მართლაც იმ დღეს ქართველები დამარცხდებიან აღა მაჰმად ხანის წინაშე. ხანდახან პეიზაჟი პირდაპირ ეხმიანება და ეთანხმება გმირის სულიერ განწყობილებას, მის დარდსა თუ ნაღველს. ხანდახან პირიქით კონტრასტულად არის წარმოჩენილი, თუ მაგალითად ბუნებაში არის ჩვენიერება, ზეიმი, დღესასწაული, სიხარული, შეიძლება გმირის ფიქრები ამ დროს იყოს ძალიან შავბნელი. ან კიდე შეიძლება პეიზაჟი იყოს საერთოდ მთელი სამყაროს სიმბოლო, ბუნების სიმბოლო, ან კიდევ ბუნების ამა თუ იმ სურათმა შეიძლება გამოხატოს რაიმე იდეა სიკეთისა, მშვენიერებისა თუ ღვთისა. ამ შემთხვევაში ბუნება წარმოჩენილი ამ ლექსში სხვადასხვაგვარად. ის ერთი მხრივ არის წინასწარმეტყველის ფუნქციით აღჭურვილი, ესე იგი გვამზადებს, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და მართლაც შემდეგ ლექსში აღწერილი არის სათფოსთან გაშორება. იმავე დროს იხატება ისეთი პეიზაჟები, რომლებიც გმირის შინაგან მღელვარებას წარმოაჩენენ. თან კონტრასტებსაც ხვდებით. აი ნახავთ ეს როგორ არის. ეს ღრუბლები თითქოს მრისხანებით ქვეყანას წარღუნით ემუქრებიან. წარღუნა ყველა მიცის რაც არის, ხომ? როდესაც ქვეყნიერება აისო ცოდვებით, ღმერთმა მოავლინა წარღუნა. 40 დღის განმავლობაში საშინლად წვიმდა და მთელი ყოველივე მოისპო. გადარჩა მხოლოდ ნოე, რომელმაც ააგო კიდობანი ღვთისავენებით და გადარჩა თავის ცოლ-შვილთან და იმ სულიერ თუ იმ ყოველივესთან, რომელიც მის კიდობანში აღმოჩნდა. ასე რომ წარღუნის ხსენება, რა თქმა უნდა, მკითხველის შთაბეჭდილებაში აღძრავს იმ ემოციასა და განცდას, რომელიც მას ახლავს. მაგრამ აი ამ წარღუნის განცდას, ამ შავი ღრუბლების მიერ მოგრულ საშიშროებას თითქოს ანელებს გაზაფხულის ხსენება, იმიტომ რომ გაზაფხული არის ყოველივე შემკობილია სიმწვანით და სიმწვანე, როგორც ვიცით, მწვანე სიმბოლო არის სიმშვიდისა. ის ბუნებისფერია, მაგრამ ის აღძრავს სიმშვიდეს, რაღაცნაირი იმედით აღავსებს გულს და აქაც თითქოს აი ეს სიმწვანე, გაზაფხულის სურნელი ყოველივეს აღავსებს. მთებისა კალთებს შეამკობს სიტკბოს სუნელთა მოფენით. თითქოს ჩვენ ვხედავთ მთის კალთებზე შეფენილ ყვავილებს, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევენ. შემდეგ გრიგოლ ორბელიანის ლექსში ჩნდება
მრისხანე, მღელვარე, თერგი არაჩვეულებრივი სტიქონებით გადმოცემული. წყალნიმთით დაქანებულნი ალმასებრ უფსკულს სვივიან, თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან. აი, როგორ არის წარმოჩენილი თერგის მოძრაობა, რომ ის თითქოს მორბის, მოღრიალებს და ეს კლდეები კი ბანს ეუბნებიან. თითქოს ორკესტრი უკრავს საოცარი და ესეთი შთამბეჭდავი მუსიკის ხმა ჩაგვესმის, ოღონ ამ მუსიკას ქმნის თვითონ ბუნებას. ამ სტიქონებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქართველ პოეტებზე, განსაკუთრებით ილიას მოსწონდა ეს სტიქონები, ამიტომაც მან თავის მგზავრის წერილებში ჩართო ეს სტიქონები და საერთოდ თერგი მან გამოიყენა როგორც დიდი სიმბოლო, ამ თერგისგან შექმნა სიმბოლო მოძრაობისა. როგორც გახსოვთ, მგზავრის წერილებში ის თერგს მიმართავს და ეუბნება, რომ თერგო შენ იმით ხარ კარგი, რომ მოძრავე ხარ. აბა ცოტა ხანს დადექი, თუ შენი ეს ზარიანი ხმაური ბაღაყების ყიყინზე არ შეგეცვალოსო. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო, ქვეყნის ძალისა და ღონის მიმცემიო. ილია თერგს მგზავრის წერილებში წარმოაჩენს როგორც გაღვიძებული ადამიანის სიმბოლოს. ის როდესაც აკვირდება თერგს, ხედავს, რომ თქვათ საქართველოს ტერიტორიაზე როცა მიდის, ის სრულიად განსხვავებული ბუნებისაა, ხოლო რუსეთის მხარეს ის თითქოს მიმრჩხვალ ლომს არის მიმსგავსებული და აქაც საოცარ ალეგორიულ ხმის, როდესაც თერგზე ამბობს, რომ ისეთი დამდოვრებულია თერგი, ისეთი დაწყნარებული და დაჩუმებული, თითქოს ან როზ ქვეშ გაუტარებიათ, ან რაიმე ჩინი მიუციათო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თერგში იგულისხმებოდა ის ადამიანი, ან რუსეთში წასული, ან რუსეთიდან ჩამოსული, რომელიც იყო უკვე გადაგვარებული, დაშინებული, მიყიდული, ასე ვთქვათ, დამყრობს, ოღონ რითი ახერხებდა დამყრობი ქართველის მოსყიდვას. ეს იყო პირველ რიგში ჩინი, პირველ რიგში ქონება და მეორე რიგში, რა თქმა უნდა, დაშინება და როზგები. და აი ამ ფიქრებს აგვიძრავს, რა თქმა უნდა, ეს სტიქონი და თან მოიყოლიებს ყოველივე ამას. პოეტი აღწერს როგორ უცქერის ეტლს, რომელიც ნელ-ნელა შორდება მას მიდის და ყოველივეს წარიტაცებს, რაც კი მას გააჩნდა ამ ქვეყანაზე კეთილი. და ამ სიკეთეში ის გულისხმობს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სიყვარულს. და პოეტი წერს სიყვარულზე, რომ ეს არის გრძნობა, რომელიც სიცოცხლეს ამშვენებს ზეციური სხივით. რა თქმა უნდა, ამ სტიქონების წაკითხვაზე აუცილებლად გაგვახსენდება ჩვენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი "რად ყვედრი კაცსა ბანოვანო". ნიკოლოზ ბარათაშვილმა ერთმანეთისაგან განარჩია ხორციელი და სულიერი სიყვარული. ხორციელი სიყვარული მან მიიჩნია ხანმოკლედ, ის ყვავილივით ჩქარა დაჭკნება, ხოლო სულთა კავშირზე აღმოცენებული სიყვარული არის მარადიული და უკვდავი, როგორც თვითონ სული და ადამიანს შეუძლია ამგვარი მარადიული სიყვარული, რადგან მას ღვთისაგან აქვს მინიჭებული უკვდავი სული. და აქაც გრიგოლ ორბელიანი სწორედ ამაზე მიგვანიშნებს, რომ სიყვარული არის ზეციდან მოსული სხივი. სიყვარული აგვამაღლებს, როგორც ვეფხისტყაოსანში წერია. სიყვარული არის ძალა, რომელსაც ადამიანი ღმერთამდე მიჰყავს და ამიტომაც წერს, რომ აი ეს ძალა სიყვარულისა აგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა. ესე იგი, სიწვევს სულის აღმაფრენას. ადამიანში მოაზღვავებს სიყვარული შემოქმედებით ძალებს. თანამედროვე მწერლის სიტყვები რომ გავიხსენოთ, გურამ დოჩანაშვილისა, დედამიწას სიყვარული ატრიალებსო. ესე იგი, სიყვარული ძალას აძლევს სიცოცხლეს. ან კიდევ გალაქტიონი რომ გავიხსენოთ, უსიყვარულოდ მზიარს უფევს ცის კამარაზე, სიო არ დაქრის, ტყე არ ქრთება სასიხარულოდ, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდო. რა თქმა უნდა, სწორედ აი ესეთი განცდები არის ამ სტიქონებში წარმოჩენილი, რომ თუ დაშორდება სიყვარულს, მაშინ ადამიანში იკლებს ის სასიცოცხლო ძალები, სასიცოცხლო ენერგია და ადამიანს უჩნდება, რა თქმა უნდა, პესიმისტური განცდა, რომ როგორ გაძლებს ამ ცხოვრებაში. საერთოდ რომანტიკოსებმა, გრიგოლ ორბელიანიც არის რომანტიკოსი, განსაკუთრებული ძალით წარმოაჩინეს სიყვარული თავიანთ შემოქმედებაში. სიყვარული მათთვის არის ხსნა. ესე იგი, სიყვარულს შეუძლია იხსნას ადამიანი ყოფიერებისაგან, მატერიალური ცხოვრებისაგან, ხწნადობისაგან და სიყვარული გაუძღვეს ღვთისაკენ მიმავალ გზაზე ადამიანებს.
ამიტომაც არის რომ მიუხედავად იმისა რომ თავის სათაყვანებელს სატრფოს შორდება პოეტი აქ ეფიცება რომ მიდიხარ სატრფო მშვიდობით მაგრამ დღე ჩემი კურთხევა სად მიმართ შენთვის მექნება ვიდრე მდის სული მელევა ესე იგი სანამ ცოცხალი ვიქნები ყოველთვის დაგლოცავ ყოველთვის გაკურთხებ და ყოველთვის ღმერთს შევევედრები შენს კარგად ყოფნას ნესტანი გვახსენდება ქაჯეთის ციხეში გამომწყდეული როდესაც ტარიელს წერს წერილს ნუიდარდებ ჩვენი სიყვარული არასოდეს ჩაქრებაო ვზიმ ზრდელად სიყვარულისად მის ჩემგან დანერგულისადო ესე იგი აი სიყვარულს მე ვზრდი და ვახარებ გამუდმებითო და თუ გემახსოვრება შენი სატრფო რომელსაც დაშორდები რა თქმა უნდა არც სიყვარული არ ჩაგიქრება და თუ არ ჩაგიქრება სიყვარული მაშინ შენ სიცოცხლეს მიენიჭება სრულიად ახალი ძალა და ენერგია თუმცა საყვარელ ადამიანთან გაშორება რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი სევდის მომგვრელი ამიტომაც წერს პოეტი რომ არღა ამონაც თვალთა გული შენი სახილვითა და ჩემი სიცოცხლე წავაუშინაარსოთ უფერულად შრომით და ზრუნვითო აქ ყურადღებას იქცევს სტრიქონები რომლებშიც ექსპრესიულად არის წარმოჩენილი ეტლთან განშორება ეტლში მისი სატფოზის თითქოს მკითხველი პირდაპირ უმზერს და ხედავს სტრიქონების კითხვისას როგორ შორდება ეტლი პოეტს აი ნახეთ ეტლი რბის სატფომ შორდების თანასდევს ჩემი მასული მზერ შორს ძლივსღას ჩანს არღას ჩანს გესმის ესე იგი ჩანს არღას ჩანს თითქოს ხედავთ რომ ეტლი თანდათან გშორდება და მას სიშორის ნისლი აუჩინარებს გრიგოლ ორბელიანის პოეზიაში ჩვენ ძალიან ბევრი ლექსი გვხვდება რომლებიც სიყვარულს ეძღვნება ერთგან წერს პოეტი რომ სიყვარულმა მათქმევინა თორემ მე ვინ ლექსი ვინა ან კიდევ საყოველთაოდ ცნობილი არის მისი მუხამბაზები გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ თვალს ავახელ წამწამზე მიზიხარო ძალიან ბევრმა არც კი იცის რომ ეს არის გრიგოლ ორბელიანის სტრიქონები ამ ლექსში კი სიშორის ნისლი ფარავს სატრფოს პოეტისაგან და პოეტს აღმოხვდება წარე ოხრა იმიტომ რომ სიყვარული როგორც აღნიშნეთ არის სიცოცხლის სანეტარო სიცოცხლისთვის ნეტარების მიმნიჭებელი ძალა აქ არის კიდევ მნიშვნელოვანი ის რომ სიყვარულს წარმოაჩენს პოეტი როგორც დიდ ნათელს რომელიც ცხოვრების წყუდიაც არღვევს და ადამიანს ნუგერს ანიჭებს და აი ეს განშორება სატრფოსთან პოეტს წარმოუდგება როგორც დიდი მსხვერპლი მაგრამ ამ განშორებამ უნდა გამოაჩინოს უნდა გამოსცადოს ადამიანი ამ განშორებამ უნდა წარმოაჩინოს ნამდვილი იყო თუ არა ეს სიყვარული აი როგორც ვეფხისტყაოს ანშია განშორება კი არ ანელებს სიყვარულს არამედ უფრო ზრდის და სიყვარულის გარეშე პოეტს თავი მიაჩნია დაკარგულად უბედურად და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი რამ, როდესაც პოეტი წერს, რომ არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა ჯობს ენას დუმდეს, ხმა შეწყდეს, მოთქმით რა ერგოს გულწყულსა. ესე იგი ხანდახან ადამიანს აქვს ისეთი მწუხარება სულში, რომ რაც გინდა ბევრი ისაუბროს, როგორი სიტყვებითაც გინდა გამოთქვას, მაინც ვერ გაანელებს ამ ტკივილს. ამიტომ ჯობია რომ დადუმდეს და დუმილით გაანელოს ეს ტკივილიო. აქ რა თქმა უნდა არის ხაზგასმა ენის უძლურებაზე. აი, წეღანაც ვახსენეთ ბარათაშვილი წერს რომ მოკვდავსა ენას არძალოს უკვდავს თაგრძნობად გამოთქმა. ესე იგი სიყვარულთან დაკავშირებული მწუხარება ისეთი რამ არის რომელსაც ენა სრულყოფილად ვერ გამოთქვამს. ასე რომ ამ ლექსში ესე იგი თერგის ხმაური შეესაბამება პოეტის შინაგან მღელვარებას. ამავე დროს ეს დაისის სურათი რა თქმა უნდა უფრო ამკვეთრებს აი ამ განშორების ტკივილს. აქ ლექსში წარმოჩდება ყაზბეგის მთა, ეს არის იგივე მყინვარწვერი, რომელსაც ერთი ვარსკვლავის საამოდ დაჰნათის. თითქოს მთელი სამყარო ბუნება გაჟღენთილია სიყვარულით. ვარსკვლავი დაჰნათის ყაზბეგს თითქოს მასზე შეყვარებული. ლექსი მთავრდება ისევ იმ შთაბეჭდავის სტიქონებით, რომ წყალნი მთით დაქანებულნი, უფსკულსა იკარგებიან, თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანსეუბნებიან. სიცოცხლე ისევ გრძელდება, სიცოცხლე ისევ ხმაურობს, თავარია რომ პოეტს არასოდეს დაავიწყდება თავისი სატრფო. გირჩევთ რომ წაიკითხოთ გრიგოლ ორბელიანის ლექსები, რომლებშიც სიყვარულის ძალა არაჩვეულებრივად არის წარმოჩენილი.
გმადლობთ ყურადღებისათვის.